მოგესალმებით მეგობრებო, მე არჩილ მაისურაძე ვარ. დღეს ფილმში ნახავთ ხარჭიშოს ეკლესიას და მოისმენთ ლაშა გიორგის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას. ასევე გიჩვენებთ ეკლესიას, რომლის გარშემო უამრავი სამარხია. თორსების შიგნით ადამიანის თავის ქალაც მოჩანს, შევეცდები გაჩვენოთ. ვესტუმრებით სოფელ ჩინთის კოშკს, ბოლოს კი დიდებული ანანურის კომპლექსის ულამაზესი ხედებით დავტყვევით. გავაგზავნოთ ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობა. დღეს უნდა ვნახო ფშავში ძალიან საინტერესო ეკლესია, ხარჭიშოს წმინდა გიორგის ეკლესია. ამ ეკლესიის სახელთან, ამ ეკლესიასთან დაკავშირებულია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირის, ერთ-ერთი მეფის ლაშა გიორგის სახელი. როდესაც მას შეუყვარდა ქალბატონი და როგორც ერთ-ერთი ისტორიული ცნობიდან ვგებულობთ, სწორედ ამ ეკლესიაში მისმა მამაომ, ანუ ლაშა გიორგის მამაომ დაწერა ჯვარი. ეხლა კი წავიდეთ, ცოტა ისეთი ცხელი დღეა. ამოვედი ზემოთ მეგობრებო და ახლა შევიდეთ უშუალოდ ვნახოთ კომპლექსი. აი ესეთი პატარა ბილიკი შედის აქ. და აქ უკვე გვხვდება გალავნის მცირე ნაწილი. უზარმაზარი გალავანი ექნებოდა ამ კომპლექსს. აი შეხედეთ, ნატეხი ქვით არის ნაშენი. აი აქ სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ნანგრევებიც არის. ეს უშუალოდ წმინდა გიორგის ეკლესია. ხარჭიშოს საეპისკოპოსო ტაძარი იყო. ცნობილია 11 ხარჭაშნელი ეპისკოპოსი. როგორც ვარაუდობენ, პირველი მათგანი იყო ლაშა გიორგის ღრმად მოხუცებული პირადი მოძღვარი და მისი ქორწინების მაკურთხეველი მეუფე გიორგი. ლაშა გიორგის შესახებ საისტორიო წყაროებში ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია. ერთი ნაწილის მიხედვით ის ბრძენი და ჭკვიანი მმართველი იყო, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით იყო უზნეო ქალების მოყვარული და ამპარტავანი. ცხადია, მეფის ერთ-ერთი მოვალეობა ცოლის შერთვა და მემკვიდრის ყოლა იყო. მას კი საერთოდ არ ყოლია კანონიერი მეუღლე. სამაგიეროდ შეუყვარდა დაბალი წრის წარმომადგენელი გათხოვილი ქალი, რომელიც სასახლეში მიიყვანა. არც ეკლესიამ და არც სამეფო კარმა არ მისცეს ქორწინების უფლება. მეფე კი საერთოდ აღარ დაქორწინებულა შემდგომ. ამ ქალისგან კი შეეძინა ვაჟი დავითი, მომავალში დავით ყულუც წოდებული. გავეცნოთ სხვადასხვა ისტორიკოსის ცნობებს.
ჟამთა აღწერილის მიხედვით კახეთში, სოფელ ველისციხეში მისულ მეფეს მოეწონა და შეუყვარდა ერთი ქალი, რომელიც წამოიყვანა სასახლეში. მეფემ არ ისურვა დაქორწინება, ამის გამო შეიკრიბნენ დიდებულები და მოახსენებდნენ მეფეს, რომ არ შეიძლება ყავდეს მხევალი და არ ყავდეს ცოლი. მეფემ კი მათ არ უსმინა, ამიტომ წარგვარეს ეს ქალი და ქმარს დაუბრუნეს. აი რას მოგვითხრობს ვახუშტი ბატონიშვილი. წარჩინებულების იძულების მიუხედავად მეფემ ცოლი არ მოიყვანა, თუმცა ველისციხეში მყოფმა შეიყვარა ერთი ქალი, რომელიც წაართვა ქმარს. მისგან კი შეეძინა ვაჟი დავითი. დიდებულები არ იგებდნენ, რომ სხვაზე ეკორწინა, ან იმავე ქალზე, გაშორებოდა უჯერო ცხოვრებას. საბოლოოდ მეფე ცოლის მოყვანაში ვერ დაარწმუნეს. კორნელი კეკელიძე გვამცნობს, რომ იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში ისტორია ქართლისა, ძველი უკვე დაკარგული გადმოცემების საფუძველზე სულ სხვაგვარად მოგვითხრობს ლაშა გიორგის სიყვარულის ამბავს. ერთხელ მეფეს უნებებია ჭერემობას დასწრებოდა და მცირე ამალით ჭერემში მისულა. ეკლესიის მოლოცვის შემდეგ კი მეფე ხალხში გაერია და ლხინს აკვირდებოდა. ამ დროს შეამჩნია მშვენიერი ქალი და დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა. მან მსახურს უბრძანა გაერკვია, ვინ იყო ეს ქალი და იყო თუ არა გათხოვილი. მსახურმა გაარკვია, რომ ის ქალწული იყო, ხოლო მშობლები სოფელ ახაშენიდან იყვნენ. ქალის მამა წარმოშობით გაღარიბებული დიდაზნაურების, კლდეკარის ერისთავთა გვარის შთამომავალი ყოფილა, გვარად მიწობელიძე. და იმ მომენტისთვის გლეხად ცხოვრობდნენ. მამამის ქალიშვილის ხელს ველისციხელი გლეხის თხოვს თავისი ვაჟისთვისო. ქალწულის დედამამას კი თანხმობა არ ჰქონდა მიცემული. ველისციხელი გლეხები კი ამბობდნენ, ქალს უკვე ნიშანი აქვს მიცემული ჩვენგანო. გაირკვა ქალწულის სახელიც, სუსანა. მეფემ წამოიყვანა სუსანა და ყველასგან ფარულად მასზე ჯვარი დაიწერა, მაგრამ დედოფლად არ გამოაცხადა, რადგან სამეფო კარზე წინააღმდეგობა შეხვდებოდა. ეს რომ ლაშა გიორგის დამ რუსდანმა გაიგო ძლიერ განრისხებულა და დიდებულები შეუკრებია. ისინი აიძულებდნენ მეფეს მიეტოვებინა სუსანა და თავისი სწორი მოეყვანა ცოლად. მეფემ სუსანა თიანეთში დატოვა. დაახლოებით 1 წელიწადში მთაში საქმეები არეულა. მეფემ დედოფალ სუსანას თხოვა, რომ გადასულიყო და დაემშვიდებინა ისინი. შავხევსურები დიდი პატივით მიეგებდნენ სუსანას და ყველა დაემორჩილა მას. გახარებულმა მეფემ დედოფალს ჯილდოდ უბოძა პირიქითა ფშავის ერთი სოფელი. სუსანას 3 თვე დაუყია ფშავში, თურმე ქვეითად დადიოდა. ამიტომ ერთ ღამესაც გაოფლიანებული დედოფალი გაციებულა და ავად გამხდარა. თიანეთისკენ მიმავალ გზაზე კი გარდაცვლილა მეფის გულისწორი. აქ მდგარა 9 თუ 11 არყის ხე. ყოველ წელს მოდიოდნენ თურმე ფშაველები იმ ადგილას. საკლავს კლავდნენ, სადილობდნენ, აღაპს იხდიდნენ, ღვინოს და ლუდს დალებდნენ და ღმერთს შეავედრებდნენ დედოფლის სახელს. მეფეს სუსანას დაკრძალვა ხარჯიშოს ეკლესიაში უბრძანებია. პატარა დავითი კი რუსდანს მიაბარა აღსაზრდელად. აი ასეთია ლაშა გიორგის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. ახლა კი უშუალოდ ტაძარზე გადავიდეთ. აი აქ ამ კარიბჭის, დასავლეთ კარიბჭის თავზე მეგობრებო, იქნებოდა სამრეკლო, რომელიც ახლა მონგრეულია და აი ასასვლელიც აქვეა. აი ეს პატარა კიბეებით, აი ამ კიბეების საშუალებით აი ესე ადიოდნენ ზემოთ სამრეკლოზე, სადაც იქნებოდა ზარი. აი რა ლამაზი რელიეფები აკვირდებით, ეს არის აფსიდი უკვე, ანუ აღმოსავლეთ მხარე საკურთხევლის. წავიდეთ ახლა ვნახოთ კოშკი, აქეთ მოშორებით, ოდნავ მოშორებით კოშკიც არის. ესეც კოშკი მეგობრებო. აი ნახეთ რა ძიმე მდგომარეობაშია. ფაქტიურად ყველა კედელს აქვს ბზარი.
თუ არ მიეხედა ამ კოშკს დიდხანს ვერ გაძლევს. დღეს მხოლოდ ხარჭიშოს ეკლესიით არ დავკმაყოფილდი და ახლომახლოს მინდოდა რაიმე მენახა. აი სოფელ გუდრუხის სიახლოვეს არის შესანიშნავი კომპლექსი დანგრეული უკვე ძალიან, აი ნახეთ. აქვს უზარმაზარი გალავანი, ადგილობრივები ეძახიან ადგილის დედას. ღვთისმშობლის სახელობისაა და მოდით დავღთვალიეროთ აი ეს უზარმაზარი გალავანი. ეკლესია შიგნით არის. ეს კედელი უკვე მდგომარეობაშია. აქედან შევიდეთ. ეს კომპლექსი არქეოლოგიურად შეუსწავლიათ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შეისწავლა და აი გალავნის შიგნით ხო სანამ იმას გეტყოდით შეისწავლა არქეოლოგიურად ამ გალავნის შიგნით აღმოაჩინეს რამდენიმე სამარხი გათხარეს თავად ეს ეკლესია ის ამწუხაროდ უკვე აღარც ჩანს აი ნახეთ ეს შიგნით არის თავად ეკლესია არის მე-10 საუკუნის. ეს ეკლესია. მოდით ჯერ ეკლესიაში შევიდეთ და მე იმ სამარხებსაც გაჩვენებთ. ეხლა სადაც ვიმყოფები ეს არის ტაძრის სამხრეთ მინაშენი. სამწუხაროდ ესეც დანგრეულია. ეს მინაშენი უკვე განეკუთვნება შედარებით გვიან. 2 საუკუნით გვიანდელია. აი ალამაზი თაღი გადადის. ახლა შევიდეთ უშუალოდ ეკლესიაში. სამწუხაროდ სულ ხებუჩქნარია ამოსული. ესეც თავად ეკლესია. ეს ქვებია ჩამოცვენილი სახურავის. ეს უკვე შირიმის ქვებია. ხავსით კია დაფარული, მაგრამ მოჩანს მაინც. ხო, ერთადერთი შემოსასვლელი აქედან არის სამხრეთი კედლიდან. ეს უკვე საკურთხეველი, აი პატარა ტრაპეზის ქვაც დგას. კარგი, წავიდეთ ახლა ვნახოთ სამარხები. აი უკვე დაიწყო აქეთ. აი უამრავი სამარხია. კიდევ ერთი თუ არ ვწდები შიგნით ადამიანის თავის ქალაც მოჩანს. შევეცდები გაჩვენოთ.
კიდევ ერთი შედარებით უკეთ შენარჩუნებული კარგით დავბრუნდეთ აქეთ კიდე გზა მიუყვება მოკლედ ტაძრის აღმოსავლეთით რამდენიმე 10 მეტრში დგას აი ეს 4-კუთხა ნაგებობა. რთული სათქმელია რა ფუნქცია ქონა მას შესაძლოა საცხოვრებელი იყო ან მონასტრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც იყო. ვერ გეტყვით. აი აქვეა სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები კიდევ. სულ ნანგრევებია. უზარმაზარი ნანგრევები. აი კიდევ ერთი ნაგებობის ნაშთი. რაცა ისეთი დიდი ოთახია აქ. კარგით, ახლა ნამდვილად წავიდეთ. ეს კი უკვე სოფელი ჩინთი და მისი კოშკია. ის მე-17 საუკუნით თარიღდება. 1992 წელს მას ჩაუტარდა რესტავრაცია. აღდგა კოშკის მეხუთე სართულის დაკარგული ნაწილები და გადახურვა. კოშკი უჩვეულოა, მისი ქვედა ნახევარი გარედან კუთხეებ მომრგვალებულია, ხოლო ზედა კვადრატული. ზედა და ქვედა ნახევრების საზღვარზე 4-ვე კუთხეში ჩასმულია სტალაქტიტების მაგორად დამუშავებული ქვიშაქვის თითო მოზრდილი ქვა, რომლებიც ზედა ნახევრის კვადრატულ საფუძველს ქმნის. და ბოლოს, როგორც შეგვირდით, დიდებული ანანურის კომპლექსის ულამაზეს ხედებს გიჩვენებთ და აქვე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.